მე პროდუქტების. მყავდა 12 წლის გოგონა, რომელიც სისტემატურად იყენებდა ბრჭყვიალა highlighters, ასევე blushs. თვლიან, რომ ტონალური შეუძლია არ წაისვან და BB კრემი წაისვან, თქვა ბავშვის კანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, BB კრემით საზიანოა. მათი კანი იმდენად ნაზია, ყოველს ზრდასრულ ადამიანს თქვათ აქვს ის შეგნება, რომ განსაზღვროს და ნახოს, რომ მის კანს ეს არ უხდება. ბავშვები არ ეპუებიან. ამიტომ ისეთი რეაქციები და ისეთი გამონაყარი, როგორც არის ჩირქოვანი, ვარდისფერი წვრილი, მრგვალი ელემენტები, ანთება კანის ზედაპირზე, სიწითლე, შემოფარგლული, კანის სიმშრალე, წვის შეგრძნება, ძლიერი ქავილი, თვალების შეშუპება, თქვათ სხვადასხვა ჩრდილების გამოყენებისას ან თუნდაც ტუშის ანუ შეიძლება რომ საერთოდ გაიფუჭოს სახის კანი სამუდამოდ? თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა პირველად ჩნდება გამონაყარი, თუნდაც ამასაკში, აი აკნეს ტიპის გამონაყარი, ძალიან მარტივად ხდება მისი დაბრუნება, მორეციდივე ბუნება აქვს. ამიტომ მათი ისეთი ფაფუკი ნაზი კანი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მშობლებმა შევინარჩუნოთ, ესე ხელშეუხებლად რაც შეიძლება დიდხანს.